მე ვარ სანდრო კაზალიკაშვილი, შეფ ზარეული. საყვარელი ინგრედიენტი. კარტოფილი. რატომ? უნივერსალურია. გურმანი არის ჭამელი. საქართველოს რომელი კუთხის სამზარეულო მოგწონს? იმერული. წიწილა ყემალში. არის სასწაული. მაგარია. ჩემი პირველი კერძი. ლობიო. ხმელი ლობიო. მაშინ ვიყავი 13 წლის. მომინდა ძალიან. ვიყავი მარტო სახში. ავდექი და გავაკეთე. ისტორია სამზარეულოში, რომელიც არასოდეს არ დაგავიწყდება. ანაკლიაში მუშაობდი სასტუმროში. და იქ დიდი ჯამი მეჭირა ხელში. და ამიცურდა ფეხი კუხნაში. ნუ დავეცე, რა თქმა უნდა. ჯერ მეც გამეცინა და ყველა დამცინოდა. სიმღერა, რომელსაც მზადების პროცესში ხშირად გიღინებთ ან უსმენთ. 70-იანი წლები. საუკეთესო რჩევა, რომელიც მიგიღიათ კარიერის განმავლობაში. ჩემო მასწავლებელმა მითხრა, მithme მასწავლა ეს ხელობა არასოს არა აქვს ამ საქმეს ძირიო და ვინმე რამე რჩევას თუ მოგწონს, არ ითაკილო და არ ვსვაკილო. დროის ფასი სამზარეულოში. დრო არ აქვს სამზარეულოს, მალე გადეს. მალე. კერძი რომ გემრიელი გამოვიდეს, აუცილებელია გულით გააკეთო ყველაფერი. კერძი, რომელსაც მეორედ აღარ გასინჯავთ. ბოზბაში. ვერ ვიტყვი. დაახასიათეთ ცხოვრება ერთი ფრაზით, როგორც შეფ მზარეულმა. გემრიელი. სიამოვნებას ვიღებ, როდესაც აი, ამას ვაკეთებ. წარმატება არის წარმატება არის, როცა გაფასებს თვითონ სტუმარი. ბავშვობაში ყველაზე მეტად მინდოდა ზარეულობა. მართლა მასეა. მენაკრება, ზაფხული, როცა მაქებენ. ჭითლები. ყველაზე ძალიან მინდა ჩემი რესტორანი მქონდეს. ეხლა მე ვამზადებ ორაგულს მონასტრულად, ჩვენი საფირმო კერძია, ლეიბელი და ვამზადებ სტუმრისთვის. იმედია მოეწონებათ.